მიღალატეს. არაერთხელ. ზოგჯერ ქმარმა. ზოგჯერ იმან, ვისაც მეგობარი ერქვა. იყო დღეები, როცა მეგონა ყველაფერი დამთავრდა. ამ მონოლოგს ელოდით ხომ ჩემგან? არა, ეგ ხომ ისედაც იცით. მე ახალი ამბით მოვედი, ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს. თუმცა ეკრანს მიღმა, მეც ერთი ჩვეულებრივი ქალი ვარ, არაფრით განსხვავებული შენგან. ვცდილობ ვიყო მაგალითი იმისა, რომ თუ მოინდომებ, ყველაზე ბნელ დღეებსაც დაამარცხებ. და თუ ახლა შენ ამ დღეებს გადიხარ, შემომხედე. მეც მანდ ვიყავ. აქ რაღაც მაკლია. და მგონი ვიცი რაც. ყოველ პარასკევს 22 საათზე ჩემს, თქვენს ნამდვილ ამბავს მოვყვებით. მე სალომე გოგიაშვილი ვარ და ჩვენ ვიწყებთ. ჩვენი დღევანდელი სტუმარი, რომელიც თავის ოჯახურ ისტორიას გაგვიზიარებს, საკმაოდ სკანდალური პერსონაა. Playboy-ის მოდელი, მაკო კობერიძე. მის შესახებ ბევრი ფაქტი გაგიგიათ. გინახავთ მისი სკანდალური ფოტოები. თუმცა ისტორია, რომელსაც დღეს მოისმენთ, მას აქამდე არ მოუყოლია. 14 წლის ასაკში შეიტყო სიმართლე, რომელსაც მთელი მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. უთხრეს, რომ ნაშვილებია. ამას მოყვა რთული პერიოდი. რამდენჯერმე მოტაცება, მშობლიური სახლის დატოვება და სრულიად განსხვავებული გზა. ხმაურიანი სამოდელო კარიერა, მათ შორის Playboy-ის მოდელობა და ის გახმაურებული სკანდალები, რომლებიც მის მონაწილეობით გადაღებული ეროტიული ფილმს უკავშირდება. ყოველთვის სკანდალური იყო და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცეოდა. თუმცა მიუხედავად ამ ცნობილი ფაქტებისა, ბევრმა არ იცის ის რეალური და რთული გზა, რომელიც მაკო კობერიძემ როგორც მარტოხელა დედამ გაიარა. დღეს ჩვენ სტუდიაში სწორედ ის ქალია, რომელმაც ყველა სირთულეს გაუძლო. მაკო კობერიძე. სად ხარ მაკო? სად ხარ? გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ხარ ჩვენი სტუმარი. მადლობა თქვენ, რომ გამიზიარეთ ეს სივრცე. ხელები უკანკალებს და მე ვიცი გრძნობ შენ ნერვიულობას, თუმცა როგორც დაგვიდი, ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა და უკვე შენი იმდენი პრობლემა გადალახე, რომ ეს არ მოგეჩვენება არაფერს. პირიქით, აქ მოვედით იმისთვის, რომ ის ყველაფერი დავტოვოთ უკან და დღეიდან დაიწყოს ახალი და ძალიან ლამაზი ცხოვრება შენ ცხოვრებაში. დღევანდელი ჩვენი თემა არის ოჯახი. დანგრეული ოჯახები, მიტოვებული ქალები, მიტოვებული მამაკაცები, ნამდვილად ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ გადაცემის თემა, რომელიც დღევანდელია, იქნებოდი შენ, ჩემი სტუმარი. იმიტომ რომ ერთია ჩვენ რას ვხედავთ ეკრანზე და მეორეა ეკრანს მიღმა რა ხდება ადამიანების ცხოვრებაში. ძალიან ბევრი ვიფიქრე, მოვსულიყავი თუ არა დღეს ამ თემით აქ, მაგრამ ჯობია დავარღვიო დუმილი და გამოვიტანო შიგნიდან გარეთ. რადგან ჩემი ხმა იყოს ყველასთვის მისაწვდომი, არა როგორც სუსტი ქალის, არამედ ნაზი და ძლიერი ქალის. ვილაპარაკოთ ამ თემაზე. მე ვარ ის ქალი, რომელიც დღეს ყველასთვის არის შიშველი, არის Playboy-ის მოდელი. ქალი, რომელიც თავს უძღვნის სიშიშვლეს, ეს სიშიშვლე არის ჩემი სული. ჩემი სული არის ხელოვნება და სულში ვერასოდეს ვერავინ შემოაღწევს. მე მზად ვარ ვისაუბრო აბსოლუტურად ყველაფერზე, რაც ნამდვილ სახეს, ნამდვილ მეს დაანახებს ადამიანებს. მაკო, ჯერ მოდი შენ ოჯახზე მომიყევი, ამ თემას აუცილებლად დაუბრუნდები, იმიტომ რომ მე ვგრძნობ აი ამ შენ სინანულს, ამ ფაქტთან დაკავშირებით და აუცილებლად რა თქმა უნდა, აუცილებლად ვისაუბრებთ ამ თემაზე, თუმცა მოდი თავიდან დავიწყოთ შენი ოჯახის შესახებ, რომ ორი სიტყვით
გითხრა და გვიამბო. მომეცა საშუალება ქართველი უძლიერესი ქალის გადაცემაში დამერღვია დუმილი და დამეწყო ჩემზე საუბარი. ქალზე, გოგოზე, რომელიც 3 დღის ასაკში ყველაზე ლამაზმა, ყველაზე ძლიერმა ოჯახმა შვილად აიყვანა და დიდი სითბოსა და სიყვარულის მოლოდინში ზრდიდნენ მას. მე ძალიან პატარა ასაკში რამოდენიმეჯერ ვიყავი გადაცების მსხვერპლი. მოტაცებას ვერ დავარქმევ ამას. ჩემზე უფროსი მამაკაცებისგან, მამიდა ჩემმა და ჩემმა ავის მსურველებმა შერაცხეს იმად, რომ მე ვიქცეოდი 14 წლის ასაკში ბავშვი, არა შესაფერად. ის რომ შენ გაგიტაცეს, ამის გასამართლებლად მამიდა შენი ამბობდა, რომ შენი ქცევის გამო მოხდა შენი გადაცება? კი, აბსოლუტურად. ანუ წარმოუდგენელია, როგორც არ უნდა იქცეოდეს პატარა ბავშვი. ნებისმიერი რამ, ჩემი საქციელი, ნებისმიერი ქმედება, როგორი კარგიც არ უნდა ყოფილიყავი, იყო შერაცხული ყოველთვის ძალიან ავად და ცუდად. მამიდა მანიპულირებდა შემდგომ უკვე მამა ჩემის მეუღლის ოჯახი, რომელიც შეირთო, ვერ მიტანდნენ. ვერაპატიეს მამა ჩემს დედიკოს სიყვარული, ვერაპატიეს ჩემი სიყვარული. გულწრფელად მაინტერესებს, რა უნდა გააკეთოს 14 წლის ბავშვმა, ისეთი რომ ყველა ფერში დაადანაშაულო პატარა ბავშვი. მე ბავშვობა დავასრულე დედაჩემის გარდაცვალების დღეს. პანკისონი დაავადებულ ბებოს ვლიდი. სახლში აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებდი. 6 წლის ასაკიდან სრული პასუხისმგებლობა ავიღე ჩემს თავზე. ვეხმარებოდი მამას, რომელიც რამოდენიმე სამსახურში მუშაობდა, ჩუმად ვიპარებოდი ბაზარში. ვიცოდი, რომ ბავშვისგან იყიდდნენ ბოსტნეულს, ვყიდდი ბოსტნეულს, დავდიოდი ტყეში, ვაგროვებდი შეშას. მაგრამ ჩემი არასდროს არავის ეს რა ასაკში ხდება? 6 წლის ასაკიდან სრული დატვირთვით ხდება ყველაფერი. იყო არაერთი მცდელობა ჩემი მხრიდან, რომ ყოფილიყავი იმ ადამიანებისთვის მოსაწონი და მისაღები, რომელი ადამიანებიც იყვნენ ჩემს გარეშე. მაგრამ მათი მოსაწონი ვერაფერი გავაკეთე. რა ხდება მერე? შემდგომ ხდება ის, რომ ერთ-ერთი გადაცების დროს უკვე ჩნდება პროტესტი. და მაქვს სურვილი, რომ წამოვიდე იმ გარემოდან. გარემო, რომელიც მწამლავს, გარემო, რომელიც არ მაღიარებს. ანუ იქ გერჩივნა ყოფნა, ოღონდ არ დაბრუნებულიყავი ოჯახში. დიახ, მერჩივნა ყოფნა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მოძალადესთან, ვიდრე იმ ოჯახში, სადაც მუდმივად იყო ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. რამდენი წლის იყო ის ადამიანი, რომელმაც გაგიტაცა? ის იყო ჩემზე ბევრად დიდი დაახლოებით 25-26 წლის იქნებოდა მაშინ. ის იყო მაღალჩინოსენის პირადი დაცვა, საკმაოდ ძლიერი პიროვნება, რომელიც მარადიულად ძალადობდა ფიზიკურად ჩემზე. ძალადობდა იმიტომ, რომ მასთან მე არ ვამყარებდი არანაირ კონტაქტს. მე ვიყავი 14 წლის ბავშვი. ნუ ჯერ იმას რო თავი დავანებოთ, რომ ამ ხელა სხვაობა იყო და ნუ აღარ გავშლი, ხა ქორწინებას მაგას ვერც ვეძახი საერთოდ, ეს არის დანაშაული. 14 წლის ბავშვზე კიდე ძალადობდა ფიზიკურად? კი, დედამისიც სახლში იყო მაგ დროს, ეს იმიტომ რომ არ ამყარებდი სექსუალურ კავშირს მასთან. კი. წარმოუდგენელია მართლა. ძალიან მძიმედ ვიყავი დაშავებული რამოდენიმეჯერ. ერთხელ მახსოვს, რომ აი ესე ერთი ხელით ამწია და კედელზე მთლიანად შემომახეთქა. ანუ რამოდენიმე წუთი არ ვიყავი კონს. შემდგომ უკვე გაიქცა სახლი და რადგან ეგონა რომ ჩემი დეიდაშვილები გაიგებდნენ ამას და არ აპატიებდნენ, მე ისევ დავმალე ეს ყოველივე. ისევ დავფარე და ისევ დავტოვე ჩემში. ხშირად მეორდებოდა ეს ყველაფერი. თავისი ოჯახის წევრები უყურებდნენ ამას მშვიდად და ჰარმონიულად. წარმოუდგენელია, რასაც ახლა შენ ყვები, ანუ მართლა არ ვიცი, აქამდე როგორ მოხვედი. ისინი უყურებენ ამ გადაცემას და თუ ის ქალბატონი არის ცოცხალი დედამისი, რომელიც მისი შვილის საქციელს ამართლებდა, ეხლა მაინც ჩაიხედავს თავის გულში და შეიძლება იმედი მაქვს, რომ სინანულის გრძნობა ექნება. მოსვენაც კი დღეს თავისუფლდები და ეს განთავისუფლებაც არის ერთგვარი ღელვის მიზეზი ჩემი აქ ყოფ. მომიტევეთ.
მაკო მისმის ძალიან რომ ძალიან რთულია ხა ამ თემაზე საუბარი თუ გინდა გავჩერდეთ არა გავაგრძელოთ ერთია რომ შენ ოჯახიდან თავი დააღწიე მაგრამ ამ დროს რა შვება მამა სად არის ჩემი ყველაზე ტკბილი საყვარელი მამა სადა რომ დავებრუნებინი აგრეთვე სადა ჩემმა დეიდაშვილმა აგრეთვე სადეს დეიდებმა მაგრამ არც მათ იცოდნენ რეალური მიზეზი რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი ეს არ იყო სიყვარულით გადადგმული ნაბიჯი ეს იყო უბრალოდ თავდაცვის რეჟიმში გადართული პატარა ბავშვის სულელური ნაბიჯის გადადგმა რომელიც იმავე წამს და იმავე წუთს სინანულად იყო ჩემთვის ქცეული რა ცხოვრება დაგხვდა მოძალადე ოჯახი მოძალადე მამაკაცი. მაკო, რამდენი ქორწინება იყო შენ ცხოვრებაში? 3 ოფიციალური ქორწინება. და 3-ვე ქორწინებაში ერთი და იგივე ამბავი მეორდება? მესამე ქორწინებაში ვერ დავადანაშაულებ მამაკაცს. რა ხდებოდა? ოჯახი. გარემო. ოჯახის ძალადობა რაში გამოიხატება? ეს ძალიან კომიკურია. სამწუხაროდ ძალიან კომიკურია. მე ქმარი მომტაცეს. დაურეკეს, ჩავიდა ქვემოთ და ქმარი აღარ დაბრუნდა სახლში. ის მოიტაცეს. საკუთარმა ბიძამ და ბიძაშვილებმა. და მას შემდეგ თქვენ ერთმანეთი აღარ გინახავთ? არა, შემდგომ გავიდა პერიოდი და დედამისი დამიკავშირდა და მითხრა რომ დაკარგულია მისი შვილი და ოღონდ მისი შვილი დაბრუნდეს თანახმა რომ ჩემთან იცხოვროს. და რა უთხარი მაშინ? არაფერი უპასუხე, უბრალოდ გავთიშე ტელეფონი და დავიწყე ჩემი ქმრის ძებნა. არ ვიცი ხა იქიდან გამომდინარე რომ შენ ემოციებს მე აქ ხა ყველაზე კარგად ვგრძნობ, ხვდები რომ აი ეს ბოლო ქორწინება შენთვის ყველაზე მტკივნეული იყო. ემოციურად კი, რამაც დამანგრია თავიდან ბოლომდე, რამაც პიროვნების ზრდა შემიჩერა, რამაც ლოგინად ჩამაგდო 9 წელი. 9 წელი ვიყავი ჩაკეტილი სახლში და არ გამოვდიოდი საზოგადოებაში. არ ვიყავი რეალიზებული, არ ვეკუთვნოდი საკუთარ თავს და აბსოლუტურად ყველაფერი დავკარგე. დავკარგე ყველაფერი და დავრჩი ქუჩაში. ჩემს შვილთან ერთად. შვილი მესამე ქორწინებიდან ყავს, ხო? არა? მეორე. მეორე ქორწინებიდან. მადლობა უფალს, სამყაროს, მაღალ ძალებს, რომ ჩემი სიმდიდრე დაიბადა. მან მე გადამარჩინა. მე ბედნიერი ვარ, რომ ყავს ვაჟი, ბედნიერი ვარ, რომ ვარ დედა. ვეთქვი, შენ შვილს და მიუმართავ აქედან, რომ მართლა ძალიან ძლიერი დედიკო ყავს და მაგარი დედიკო ყავს და მადლობა მას, რომ ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული იყო, ყველაფერი გადალახა ძალიან ღირსეულად. ხვდები რომ შენი შვილი იყო სწორედ ის მიზეზი, ვის გამოთაც დადექი ფეხზე. მე გავიმეორებ მამა ჩემის სიტყვებს ძალიან დიდი სიამაყით. ერთადერთი სიმდიდრე გამოჩნია ამ დედამიწაზე და ეს არის ჩემი მეგობარი, ჩემი სული, ჩემი ნაწილი, ყველაზე სუფთა, ძლიერი მამაკაცი, რომელიც იქნება ყოველთვის ჩემს გვერდით და როდესაც გავხდი დედა, მაშინ მივხვდი, რას ნიშნავდა მამა ჩემის სიტყვები. მე გავზარდე ისეთ ადამიანად და მადლობა უფალს რომ ის ჩამოყალიბდა ისეთ ადამიანად, რომ ის არასოდეს იქნება ისეთი კაცების საპირწონედ, რომლებიც ძალადობენ, რომლებიც ერჩიან და რომლებიც აფუჭებენ. მე ამაყება ის ნამდვილი და შემდგარი კაცია და მე უკვე თამამად შემიძლია ვიყო ბედნიერი და სამუდამოდ დავტოვო აი ამ გადაცემაში ეს მტკივნეული ეპიზოდები. მეორე ქორწინების შემდეგ არის უკვე Playboy და ეხლა მიჩნდება განცდა რომ სპეციალურად გააკეთე ეს ყველაფერი. რაღაცნაირად გონია რომ პროტესტი იყო ხო შენი მხრიდან. სალამი. იცი რა იყო? გადარჩენისთვის ვიბრძოდი. მთელი ცხოვრება გადარჩენისთვის ვიბრძოდი. როდესაც შემომთავაზეს, მე არ მქონდა სწავლის საშუალება. მე ვერ ვისწავლე. მაგრამ მინდოდა, რომ დედაჩემის და მამაჩემის ოცნება ამეხთინა და ყოფილიყავი რეალიზებული შემდგარი ადამიანი. როდესაც შემომთავაზეს Playboy-ში მიმეღო მონაწილეობა, არ დავფიქრებულ ვარ. არ გამიანალიზებია ეს ყველაფერი ჩემმა ქვეცნობიერმა, რომელიც ჩვენი გადამრჩენელია. მან მიიღო უცებედად ეს გადაწყვეტილება
და მივხვდი რომ ძალიან სწორი არჩევანი გააკეთა. მან გადამარჩინა. რისგან? გავხდი აღიარებული. გავხდი წარმატებული. გამიცნო ყველამ იმ ადამიანებმა ზუსტად რომლებიც გამარჯვებას რომ ბიჭს ვეტყოდი მრუშს მეძახდნენ სიშიშვლე ჩემთვის გადაიქცა ხელოვნებად მე ის ჩემს სულში ვაქციე ხელოვნებად რადგან ეს იყო ჩემთვის ძალა აი ეს კადრები ხა ეს არ არის Playboy-ის კადრები საიდან არის ეს კადრები არა ამის დავიწყება მინდა გთხოვთ გამორთეთ ეს კადრები გამორთოთ ეს კადრები ეს არ არის სიშიშვლე და ეს არ არის ხელოვნება ჩემი მძიმე პერიოდი რომელიც ვახსენე 9 წლის განმავლობაში ვიყავი საერთოდ სხვა დაკარგული ეს ყველაფერი მოხდა მაშინ ჩემი სიშიშვლე ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოიყენა ბოროტად და მე ამაში ხელი შევუწყე ნანოფ ახლა ძალიან Playboy-ის ნანოფ არა სალომე Playboy-ის არ ნანო Playboy ჩემთვის არის და იყო სოფლიო ბრენდი მე ქართულ Playboy-ში იმ მაკო კობერიძეს რომელიც იყო მუდმივად ძალადობის მსხვერპლი მუდმივად უარყოფილი ფიზიკური სულიერი მენტალური დაკარგული ხელკრული გოგონა იმ ადამიანებს დავანახე რომ ამ პრიალა გვერდზე მოვხვდი და მე მათ მხოლოდ და მხოლოდ გამაძლიერეს. მე დავწერე ქართული Playboy-ის ისტორია და ეს მსოფლიო ბრენდი შემოვიტანეს საქართველოში. უწრფელად გეუნები, ვერას დროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ესეთი მძიმე ცხოვრება გაქვს გამოვლილი და ჩემთვის მხოლოდ ის იყო, აი რაც შენ თქვი, რომ ჭკუელა გარეკანზე, ერთი შიშველი გოგო, ხო, იმ კადრებზე აღარ ვსაუბრობ. ეს შენი ცხოვრების ნაწილია და უკვე გავლილია, უკვე გადავლახეთ ეს ყველაფერი და პრინციპში სირცხვილი ჩემთვის არის გამოცდილება და ალბათ ამ უფრო მეტი სიძლიერე შეგაძლებინა ბევრი რამე. ბევრად გამზარდა და გამაძლიერა, რა თქმა უნდა. ამ სირცხვილმა დაგაყენა ფეხზე. უფრო მეტად. მადლობას გიხდი სალომე და მე მზად ვარ რომ კიდევ და კიდევ გავხდე უამრავი ქალის ხმა ჩემი უამრავი ისტორიით, რომელიც სამწუხაროდ ჩემდა არის ყველა სერიალზე დიდი და მისტიური მაკო პირველი გადაცემა ისედაც ემოციურია და ისე ამიჩუყებული რომ არ შემიძლია რომ არ ჩაგეხუტო და ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო სტუმრობისთვის ყველაფერი ძალიან კარგად გექნება და ბედნიერებას გისურვებ უამრავ ზის ცხოვრებაში როგორც შენ საკუთარ თავს და ისე ყველა ქალბატონს ძალიან დიდი მადლობა მაკო და მე ეხლა ის გადამჩენია რომ შემდეგი სტუმრები დავაანონსო მაკოს ჩავეხუტები ცოტა დრო მჭირდება რომ გონს მოვეგო და ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით ძალიან დიდი მადლობა ჩემი ძალისთვის დიდი მადლობა რომ მე მომეცი იმის ძალა რომ გავაგრძელო და მე დაგემშვიდობები არ გავჩუმდები აღარ გავჩერდები მადლობას გიხდი სალომე ახლა სტუდიაში უნდა შემოგვიერთდნენ ძალიან ძლიერი ადამიანები. სამივე მათგანი სხვადასხვა მიზეზით არიან მეორე ნახევრების გარეშე. გზა, რომელიც მათ ამ დღემდე გამოიარეს, არ ყოფილა მარტივი. თუმცა შეძლეს და ახლა მზად არიან თავიანთი გამოცდილება გაგვიზიარონ. გიორგი ყიფშიძე, თათა ვარდანაშვილი და გივი სიხარულიძე. გამარჯობა, გიორგი. თათა როგორ ახარ? გამარჯობა გოგონი. დავბრძანდით. რა ბედნიერი ვარ, რომ პირველი ჩემი გადაცემის სტუმრები ხართ თქვენ. ბატონი გივი არის მოსული ძალიან საინტერესო წიგნებით, რომელზეც არ შემიძლია ყურადღება არ გავამახვილო და მე ვაჩუქებ მაშინ ეხლავე. გიორგი, ეს ქართველებრელებზე მაქვს ეს წიგნი. მადლობა. თბილისი ძმობისა და მეგობრობის აკვანი. უკვე. ხო. წიგნი დიდი სიამოვნებით წავიკითხავ და მე ხელის მოწერაც უნდა გთხოვოთ. მადლობა. ესე იგი, აქ ჩვენ შევიკრიბეთ ახლა ერთი თემა გვაერთიანებს. მეორე ნახევრების გარეშე ვართ დღეს აქ მობრძანებული. თუმცა გზა გააგრძელეთ და სხვათა შორის საკმაოდ წარმატებით. თათა, ძალიან წარმატებული ხარ. 25 წლის წინ დაიწყო შენი ასე ვთქვათ კარიერა, ხო? თუმცა რო შემოხედავს ადამიანი, ახლა მე იმ პერიოდს ვიხსენებ.
ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი, რომ აი ესეთი რთული ცხოვრება გამოიარე. ბავშვით ხელში დაგტოვა, გაკოცა, წავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. ნამდვილად ეგრე არის ჩემი ბიოგრაფია სხვისი ხო არა ნამდვილად ეგრე. ხელად მაინტერესებს, სად წავიდა კაცი? არ ვიცი. არ მოვიკითხეთ ან არ ვიცი, მართლა არ ვიცი. საწავიდა მართლა არ ვიცი. ანუ მიზეზი არასდროს არ დაინტერესებულ ხარ, იმიტომ რომ ესეთი სიყვარულის შემდეგ უცბად ერთ დღეში გაქრა ადამიანი, რაღაც მაინც რო ვკითხულობდი, კითხვა დამებადა, რომ რაღაცა მიზეზი ხო არსებობს, რის გამოთაც ადამიანი უარს ამბობს არა მარტო სიყვარულზე, არამედ ცოლზე, შვილზე. უნდა კითხოთ მას, ვერ გეტყვით. მე ვერ მოვასწარი ვერაფერზე ფიქრი, იმიტომ რომ დემეტრე იყო 4 დღის. მას შემდეგ 30 წელი გავიდა, ანუ 24 წლის ვიყავი მაშინ, ეხლა ვარ 55 წლის. ანუ უფრო მეტი ხანი გავიდა, ვიდრე მანამდე ცხოვრება მქონდა ნაცხოვრები, ანუ თავიდან იმედგაცრუების გარდა უბრალოდ ფიქრის დრო არ მქონდა, იმიტომ რომ პირველი იყო რომ თავი უნდა გადამერჩინა, მე შვილი უნდა გამომეკვება და როგორღაც ფეხზე დადგომა სტრესის შემდეგ სწრაფად უნდა მომეხერხებინა. კომუნიკაცია არ შედგა იმ დროს? არა, კომუნიკაცია არ მქონია, საერთოდ არ მინახავს არასდროს. ერთადერთხელ ვნახე 13 წელი გქონდა განქორწინების მიმდინარე სასამართლო პროცესი და ამასობაში ჩემი პროფესიული კარიერა ვითარდებოდა და რო აღარ დასრულდა ეს სასამართლო უკვე განუსაზღვრელი ვადით გრძელდებოდა და მივედი შეგნებულად რომ მორიგებით დამემთავრებინა როგორღაც ეს პროცესი და დასრულებულიყო და ქონოდა განქორწინებული ადამიანის სტატუსი. მივედით, შევთანხმდით, განქორწინდით და დავიშალეთ. არ ვიცი, ეთყობა ქალის ტვინი მაინც ხა ჩემი ტვინი ცოტა სხვანაირად მუშაობს. ბატონო, თქვენ ახლა ისმენთ ამ ისტორიას. ეხლა უსვედი გავგიჟი და მამაკაცად თუ დაიბადა ეგეთი საქციელი, კაი ცოლი არ გინდა. შვილის მიმართ რას ლაპარაკობ, კაცო? ვიცი არა მოვაგდებდი მაგ. ერთი ჩემ შვილისთვის გაებედა რა ეგეთი რამე. ეგ რა არის? ოდი შეიძლება ნერვიული კაცი ვარ და დედა ჩემს არ გეკითხათ. ბატონო, ერთ-ერთ ინტერვიუში სხვათა შორის თქვენც გაქვთ ნათქვამი, რომ მე თუნდაც გავხდი 30 წელო შენ შვილს არ ნახავთ, ხო? გავგიჟდი და მესამე. ერთ-ერთ ინტერვიუში ნათქვამი გაქვთ, რომ ჩემს შვილიშვილსო რომ ვიღაცა ისე მოექცეს, როგორც მე ვიქცეოდი ახალგაზრდობაში. აი, გახსოვს თქვი ინტერვიუში. მე როგორ იქცეოდით? ხო და არა, როგორ ვიქცეოდი მაგას მნიშვნელობა აქვს. ჩემ შვილიშვილს ისე მოგცეოდა, როგორც მე ვიქცეოდი, ჩემი ცოლთან პირველი ცოლი რომ მყავდა. არ ვაპატეებდი დედას უდილებდი. მართლა? ხო, ნუ დაგდათ, იმიტომ რომ არ ვიქცეოდი კარგად. თქვენ 19 წლის იყავით ხო მაშინ? შვილის მიმართ ზღაპარი ვიყავი თავიდან ბოლომდე. ცოლი მყავდა უწესერესი ადამიანი, უპატიოსნესი. კეთილშობლების განსახიერება და ნუ მივატოვე და არ ვიყავი მართალი და ამას არ ვაპატებდი, მე რომ ყოფილიყავ იმის მამა, უწესერესი მამა ყავდა. დრო მოიტანა მე თქვენი ასე ვთქვათ დაღვინება თუ არ ვიცი რაღაცნაირად შეცვლა ურთიერთობის ცოლთან. იცით რა არის, ეგ ახლა უკვე ისე ღმერთის ნება რა, ესე მოხდა ახლა მე იმაში კი არ ვამტყურო რომ ცოლს გაცილდეს ადამიანი. ნუ გაცილდა, მაგრამ აი შვილისას ვერ ვიტან შვილსო უყურადღებოდ დატოვებენ და ახლა დრომ რა მოიტანა, დრომის მოიტანა რომ როცა ლაწირაკი ხარ ვიღაც 19 წლის ვერ აზროვნებ, ვერ ფიქრობ ისე როგორც უნდა ფიქრობდე და აი იმ საოცარ ჩემს გარდაცვით ცოლზე ვიძახი პირველ ცოლზე. დიახ. რომელიც არის საოცარ კეთილშობლების განსახიერება, სიყვარულისთვის, სითბოსთვის დაბადებული, იმისთვის რომ თავზე გადაყვე, შენ იქცევი სულ სხვანაირად გამეტიჩებული ვიღაც მაიმუნი, რომელიც სპორტიული აღნაგობის ახარ, კარგი შესახედაობის ხარ და გოგოებში დარბი ხარ, აკეთ-იკეთ და გონია რომ მაგარი ბიჭი ხარ, აბდოს ნული ხარ. მაგარი მაშინა ხარ, თუ იმ სიყვარულს დააფასებ, რომელიც აქ შენ ცოლს შენს მიმართ. და აი მეორე ცოლი რომ მოვიყვანე, სრულიად შევიცვალე. 30 წელი იყავით? კი, თავიდან ბოლომდე ჩემი აზროვნება სულ სხვანაირი იყო და ბოლომდე ავად გამიხსა მე და რამისამ ჩავყევი საფლავში. ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც მაქვს წაკითხული, რომ ხშირად ღალატობდიო ჩემ მეუღლესო და აი ახლა ამ გადმოსახედიდან უკვე, აი მამაკაც რას ურჩევთ? ძალიან საინტერესოა, როგორი იყოს? არა, მე მამაკაცებს. ძალებს უნდა იარო ყველაფერი, ეს რეპეტიციაა. შენ იქ ვარჯიშობ, მე ოჯახი ამის გამო ხო ინგრევა მე ოჯახი. ის ვარჯიში, მე მისმინე
ისე არ უნდა გააკეთო რომ მაგის გამო დაანგრიო ოჯახი რა. აი იმიტომ ვიძახი რომ მე ჩემ თავს ვერასოდეს ვერ ვაპატიებ. ცხოვრებაში როგორც ვიქცებოდი ჩემი პირველი ცოლის წინაშე ანგელოზების წინაშე. გიორგი, შენთვის განსაკუთრებულად ემოციური უნდა იყოს შვილთან ურთიერთობა, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა გიორგი დავინახეთ სულ ყველამ. იმიტომ რომ ერთია რომ ხარ ნიჭიერი მსახიობი, ვიცნობთ მთელ შენს ოჯახს და მეორეა როგორია გიორგი, თუნდაც ქმარი და თუნდაც მამა. ქმარი ვიცით? სამჯერ ვიყავი ქმარი. და ხო, აი მამა არ ვიცი როგორი იყავი და უკვე გვაქვს იმის საშუალება რომ ახლა დავინახოთ ყველა და აი 4-ვე შვილიდან სხვადასხვანაირი აღმოჩნდი. სხვადასხვა ასაკში სხვადასხვანაირი ვიყავი, როგორც აი ბატონმა გივი თქვა რომ მეც პატარა როცა ვიყავი და პირველი შვილი გამიჩნდა, რაღაცა მეგობრული სხვანაირად ცანცარა ბიჭი ვიყავი, ბავშვი ახალგაზრდა, მე თვითონ ვერ ხვდებოდი რას ნიშნავს მამა. არავინ ბავშვს არ მანდობდა რომ ბაბანაო ემან არ დაგივარდეს და მივხვდი აი ესე არ მაკარებდნენ, ესე შორიდან მიყვარდა, როგორ მიყვარდა ყველაფერი ჩემ ხელში გაიზარდა, მე ვაძინებდი, მაგრამ მაინც ქალები იყვნენ იქ ფუსფუსის ამბავში. მეორეშიც და მესამე მეოთხე პირდაპირ მნიშვნელობით მარტო მე ბანდი ვაძინებდი, ვაჭმევდი, ვურეცხავდი, ვუმშრალებდი, ბაღში დამყავს ვაძინებ, ბასეინზე დამყავს, ანუ მარტო ვარ, აბსოლუტურად არავინ არ ამყავს, ვინც ამაში ან მოდი მე არ მსალია შენ გარეცხე, ეგეთი მე არ არსებობს. ხო და ეს ამ მოცემულობამ ავტომატურად შემცვალა, იმიტომ რომ სხვა როცა ტყეში ხარ და მარტო ხარ და გიჭირავს ნაჯახი, უნდა გადაიჩინო თავი, რაღაც ესე აღმოჩნდი რა. ამ მოცემულობის წინაშე და აი ესეთი გავიჩიტე, რა ვიცი. ბატონო, თქვენ თანამებრძოლი დავკარგეო თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით. რამდენად გაგიჭირდათ და რამდენად რთული იყო მე ამის ყველაფრის რეალიზება? არა, იცით რა, მე ჩემ თავს უთხარი და რომ უკვე გამოვემშვიდობეთ და დავმარხეთ. რაც შორის არის ესეთი კაცი, რომელმაც 600 კაციანი ქედახი გადაუხადა ბიჭო ჩემ ცოლს იმაში. 600 კაცზე თქვენი ციტეს ადაჯვათა როგორ და როგორ უყვარდა ჩემი ცოლი ჩემს მეგობრებს რა, ხო და მე რას ვიზახი. იქ რომ გამოვედი იმიდან ქელეხიდან. ჩემ თავს უთხარი რომ მეთქი არასოდეს ცოლს არ მოვიყვან. არ ჩვილებისთვის მithქვია რომ არ მოვიყვან. არავისთვის ჩემ თავს უთხარი რომ მეთქი შენ ცოლს აღარ მოიყვან, შენ დაკარგე თანამებრძოლი, შენ ცოლი არ დაკარგე, თანამებრძოლი. ამიტომ შენ ცოლს არ მოიყვან. გავიდა აქ 28 წელიწადი და არ ანგელოზი არა ვარ, ქალაქში დავდივარ და ყველაფერი, მაგრამ არც მიფიქრია და არც ვიფიქრებ არასდროს ცოლს. აი ახლა რომ გადავახვიოთ და 30 წლით უკან რომ აღმოჩნდეთ, რას შეცვლიდით თქვენ ცხოვრებაში? ვერაფერს ვერ შევცვლი, ისეთი იდიოტი ვიქნებოდი, როგორიც ვარ, ვიყავი. თათა, შენც რაღაც ესე გავს ისტორია, მიეცი შენ თავს იმის პირობა, რომ მეტი არასდროს აღარ დაოჯახდები. კიო და აი ეს რაღაც ერთგვარი დავპირდი ჩემ თავს რომ არასდროს აღარ შევქმნიდი ორ რატომ? აი ბატონო გივის შემთხვევაში გასაგებია. შენ შემთხვევაში რა ხდებოდა? ნუ ვეღარ ხვდები რა ხდება კაცო, იმხელა გულის დაწყვეტა მიიღო. იქნებ მეორეჯერ ისეთი ხო, აი ფიქრე რომ მეორეჯერ იგივე შეიძლება ვეღარც გადაეტანა. ხო. გადატანა განმოტანაზე არ არის და არც საკუთარ თავზე ექსპერიმენტის დადგმაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ ვიცი, ადამიანებისთვის საზოგადოებრივ ცოტა რთულად გასაგებია და გაუგებარი არის ამ ჩემი საკუთარი დედისთვისაც კი. ამ ხნის განმავლობაში და ჩემი შვილისთვის ხო გაუგებარი და გაუგებარია. ამ ხნის განმავლობაში არასდროს არ მისაუბრია ყოფილ მეუღლეზე არც ცუდად, არც კარგად და მით უფრო შეურაცხყოფა არ მიმიყენებია ფიქრშიც კი. და რა მაგარი გოგო. გიორგი, არ გიფიქრია, აი სამჯერ არ გაგიმართლა. იქნებ შენ აკეთებ რაღაცას არასდროს. მე პირადად ყოველთვის ჩემგან ვიწყებ. ორი აზრს არ არსებობს, რა თქმა უნდა, მეც რაღაცას აქ ორი ადამიანის ურთიერთობაში ერთი დამნაშავე არ არსებობს, ორივე რაღაცაში დამნაშავეა. რაღაცა სინთეზი ვერ მოხდა. ერთთან ვიყავი 7 წელი, მეორესთან 12 წელი. ნუ მესამესთან 2 შვილი გამიშდა ძალიან მოკლე დროში, თუმცა ის 3 წელიაც ერთად ვიყავით. რა ვიცი, ერთი 20 წელი კი ჩავტენეთ იმ 3 წელიწადში. ანუ ვის თქმა მინდა? აქ ერთი კაცის ბრალი არ არის და ერთი ქალის ბრალი რა. რაღაცა ვერ მოხდა რა. ხშირად ვუყურებთ ხოლმე ინტერნეტის საშუალებით, რომ აი რაღაცა მოვლის რუტინა. დედას როგორი ურთიერთობა აქვს ბავშვებთან, იმიტომ რომ როდესაც დედას ვუყურებთ ხოლმე, მისი მხრიდან რაღაცნაირად ისე ჩანს, რომ მარტოხელა მამა შენ არ ხარ.
და თითქოს ორივე ერთნაირად ღებულობთ მონაწილეობას და აი აქ მაინტერესებს. ვაიმე რა ლამაზები არის. ეხლა რა ვიცი, ხო, რა ვიცი, რაღაცები არ მინდა ვთქვა, იმიტომ რომ შეიძლება ეწყინოს რა. პატარაა გესმის და საწყენთუმს ორი არ არის, იმიტომ რომ ბავშვის ფანტასტიკური მამა ხარ. ერთად ვერ იტოვებს, იმიტომ რომ ესენ ვერ ერევა რა. არ უჯერებენ, რა ვიცი, აბა სულ აი ვცდილობ რომ დავუტოვო, ორივე ვერ იტოვებს, არ შეუძლია და მე ისე ხდება რომ ძალიან მალე მოდიან ხოლმე ჩემთან უკან. ან ძალიან ცოტა ხნის ხამ, ნუ აი ამას ფთელობები სულ მაქვს, რომ დედა როგორ შეიძლება დედა ჩამოვაშორო ბავშვს, მე მაგის ფთელობა არც მაქვს, კაცო პირიქით მეუბნები წაიყვანე, ყავდეს. ხანგრძლივი ვერ არა აქვს რა, ვერ. რატომ? არ ვიცი, ბავშვები თავისებურად რაღაცნაირად ეთყობა რა, სამაგიეროს ხდიან, მე რა ვიცი, ან საშინელებას უშვებიან რა. სამაგიერო რისი რომ თქვათ დატოვა მამასთან? ვერ აქცევს ისე ყურადღებას და ძალა არ ყოფნის რომ მოერიოს და არც ხრიკები არ იცის ამ ბავშვების როგორ უნდა მოერიოს ამათ. მე ვიცი ზუსტად, იმიტომ რომ ჩემია რა. ზოგადად როდესაც ხდები მშობელი, მაშინ არავინ არ ვიცით, ხო? როგორ უნდა მიუდგეთ ბავშვს, არც მისი ხასიათი ვიცით და აღზრდაში ვსწავლობთ, ხო? ყველა ესეა. თვითონ ამათ გამზარდეს, მე აღზარდეს უბრალოდ ბავშვებმა თავისებურად, როგორ ისე ხარ ამ დამსახურება. ვერ მიიღო მონაწილეობა თუ უბრალოდ შენაირად? ლუნა ყველაზე უმცროსი ნაბოლარა იყო 6 თვის და კოსმო იყო წლინახევრის, როდესაც 2 წელსკიანი ბავშვი დავჭი მარტო და ლოგინში ესე გვეძინა აქეთ კოსმო, აქეთ ლუნა და ნუ ყოველ 2 საათში ამას საჭმელის კეთება მთელი დღის ყოველ 3 საათში ამას. და მარმეზინა რა და პირველი კაცი რომ ვის თიაჩი ავიღე ისა რა ქვია დეკრეტში გავიდე. დეკრეტში გავედი, ხო, იმიტომ რომ არ გამოდიოდა რა ეს ყველაფერი ორი ბავშვი რანაირად. ამ დროს ვთქვათ ხარ ცუდი ბიჭი და ცუდი მამა ხარ და ნუ ვერ აიღე ეს პასუხისმგებლობა შენზე. რა ხდება ხო ტოვებენ ესე ბავშვებს, მე რა ვიცი. დატოვებ და ბავშვებს? ვიღაცები ხო ტოვებენ, არ ვიცი ხა ამ შემთხვევაში რა მოხდებოდა, ცოტა გრამატიკულად. ქონდა მაგის განცდა და შიში რომ თუ შენ არა მაგას არ შეიძლება ბავშვებს. მაგის დროს არ ქონდა, ორი პამპერსიანი სოსკიანი ბავშვი დამჭახდა. ეგეთი რამე პირველად გავიგე. ეგრე არის, მართლა არ გაქვს ანუ დრო. ბატონგივი, თქვენ შეძლებდით ესე? ვერ შევძლებდი. არ მე ტყილები არ მიყვარს რა. დავაყაჩაღებდი ნებიერს მიერს დიდარს და სუტილებდი და 14 მოსამსახურეს აუყვანდი ბავშვებს. ვერ შევძლებდი. ამის ერთი ადგილი არა მაქვს, შენ მამა არა ხარ, ანგელოზი ხარ. აი ეს მაგალითად, ეს ყოფილა კაცობის კიდე კაცი. მე ძმაო, აი მუხზე, აი დავდგები შენ. თუ არ დავდგე, შვილებს ჩემი რა. აი კაცურა ვიზახი რა. რასაც აქ უყურებ ხა ტელევიზორში ანგელოზებს, როგორ შენ კაცობის კაცი ყოფილხარ რა. გამაწითლეთ კაცო. აუ, შენაგაშენა უფალმა. შულზე მინდა ბატონგივი კითხოთ. ორი ბიჭი მყავს, ერთი პოლკოვნიკია, ყოფილი მოცეკვავე სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი. რაც ეკმასაც მე ვცეკვავდი, იმას ეკავდა, ეხლა აქ არის სხვათა შორის ოსურ დუეტს ეკავდა. მეორე მყავს ბექა ჰოლივუდის მსახიობი და რეჟისორი. ხო და ესეთი ბიჭები მყავს, ეს ჯაბა რომელიც ახლა აქ ჩემთან ერთად მოვიდა. მე საქართველოს ჩემპიონი ვარ ყოფილი ამანეცის წყლის თხილამურებში. ვარ მთის მოთხილამური, ეხლაც მთის თხილამურებზე ვარ ყოველ ზამთარში. და ყველაფერში მაჯობა ამ ჯაბამ. ძალიან მაგრად ეკავს. და ვიცი რომ სტუდიაშია დღეს ჩვენთან. კი, იცეკოს. მე მინდა ახლა ჩვენთან სტუდიაში მოვიწვიო ქალბატონი ხათუნა მუძაშვილი, ფსიქოლოგი, რომელიც ალბათ გვაკვირდებოდა ამ ხნის განმავლობაში და საინტერესო დასკვნებს გამოიტანს და ალბათ დაგვეხმარება იმ ზღვარის ძებნაში, რომელსაც ჯერ კიდევ ვეძებთ. ქალბატონო ხათუნა გთხოვთ. მოგესალმებით. გამარჯობა და ქალბატონო ხათუნა გვიყურებდით და გვისმენდით ალბათ. ბატონი გივი წავიდა და გავიგეთ მისი ასე ვთქვათ აზრი თანაცხოვრებასთან დაკავშირებით. ჩვენ
კვლავ ვაგზელებთ საუბარს თქვენი გადმოსახედიდან. დღეს მარტივად ინგრევა ოჯახები? იცით რა, ზოგ შემთხვევაში ძალიან მარტივად ინგრევა, მაგრამ ზოგ შემთხვევაში უკვე დანგრეული ოჯახების შენერჩუნება ხდება ფაქტობრივად ძალიან დიდ ხანს. ისე რომ ეს ყველაფერი უკვე ძალიან ტოქსიკური შეიძლება იყოს. მიზეზი რა არის ამისი? ძალიან ხშირად ადამიანებს უბრალოდ არ აქვთ გააზრებული ოჯახის შექმნის დროს რა არის მათი მიზანი. ხშირ შემთხვევაში მიზანი არის ხოლმე იმპულსური მოქმედებები, ანუ სიყვარული, ემოცია და განცდა. მაგრამ თუ ჩვენ განსაზღვრავთ რა შეიძლება იყოს მთავარი კომპონენტები, რაზეც დგას ოჯახი, სიყვარული არ არის ერთადერთი და არც მთავარი, სიყვარული არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რომელიც გვჭირდება. მაგრამ არსებობს სხვა კომპონენტებიც, მაგალითად, როგორიც არის ღირებულებები. და თუ ღირებულებები სხვა და სხვაა, შეიძლება სიყვარულმა ვერ უშველოს ამ შემთხვევაში. არის საერთო ვერ მოერიოს. კი, არის საერთო ინტერესები აგრეთვე. ხო, როგორ ფიქრობთ, აი ფსიქოლოგიაზე რახან საუბრობთ, თათას შემთხვევა, კაცი რომელმაც ხალი მიატოვა შვილი ბავშვით ხელში. აი მათ რო ემუშავათ ფსიქოლოგთან, შესაძლებელი იქნებოდა მათი ოჯახის შენარჩუნება? იცით რა, თუ სურვილი ექნებოდა ორივეს, აუცილებლად იქნებოდა ამის შესაძლებლობა. ოღონდ აქ ორივე სურვილი უნდა იყოს. მინიმუმ სურვილი რო ვცადოთ და გადავდგათ ნაბიჯი. თათა გეღიმება და მაინც ფიქრობ, რომ არ ექნებოდა შანსი მაინც ფსიქოლოგს? ჩემი შვილის მამა, ანუ ჩემი ყოფილი მეუღლე 14 წლით უფროსია ჩემზე. ანუ ხო არ იყო ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ესე იმპულსურად რო არ იცოდა რა შვებოდა. არ იცოდა რა შვებოდა, ანუ შემიძლია ვთქვა, რომ გქონდა თითით საჩვენებელი სამაგალითო აღმატებული ურთიერთობა და სხვა ურთიერთობა არ გქონია. ვისაც ჩვენი ურთიერთობა ახსოვს, ხმამაღალი კი არა და გაურკვევლობა არ გქონია ერთმანეთში, ანუ შეპასუხება არ გქონია, შელაპარაკება არ გქონია. 3 წელი ადამიანი რო ხარ აღმატებულ ხარისხში და დაიძინებ, გაიღვიძებ და აღარ არის ურთიერთობა. აი ეს რა ფსიქოლოგი? ხო უნდა დაჯდე და იმისი აზროვნების საშუალება მაინც უნდა გქონდეს, როდესმე რომ ნეტა რა მოხდა. ანუ ან რაღაცა გაიხსენოთ ცუდი, რასაც ჩამოეკიდები და მე აწყობ რაღაცა ფსიქოლოგიაში და ფსიქიკაში ჩაგებეჭდება რაღაც სურათი, რომ ესე არ ყოფილიყო, ვაი და იქნებ ესე არ გამოსულიყო. აი რასთან გვაქვს? ნახეთ, ცოტა განზოგადებულად რომ ვთქვა, რომ ჩვენ უბრალოდ ურთიერთობის პროცესი არ ვიცით და არ ვიცით რა ეტაპებს გავდივართ, ხო? როდესაც ძალიან რომანტიზირებულია ურთიერთობა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ პედესტალზე და ერთმანეთს მხოლოდ ასე ვთქვათ, ლამაზი სიტყვებით უნდა ვესაუბროთ, ეს არის დაძაბულობა, რომელსაც ურთიერთობა ვერ უძლებს. რაღაცა აუცილებლად არ მოგწონს, რაღაცა ძალიან გვაბრაზებს. ეს არ ნიშნავს, რომ ყოველ წუთში უნდა გამოვხატოთ, მაგრამ ოჯახი უნდა იყოს ადგილი, სადაც ჩვენ გვაქვს უფლება, რომ გავბრაზდეთ. სადაც ვართ რეალურები ალბათ. შეიძლება საკამათო არაფერი არ იყოს, მაგრამ მე ემოცია მაინც მქონდეს. ამიტომ არის რთული საკუთარი თავის გაგება. სამწუხაროდ ჩვენ რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, მაინც ვერ მივალთ იმ საბოლოო პასუხამდე რა არის აუცილებელი, რომ გქონდეთ ჰარმონია. თუმცა ერთი აუცილებლად ვიცი და მჯერა, რომ სიყვარული, პატივისცემა და ერთგულება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს სამი ის კომპონენტია, რაც ალბათ გვაძლევს გულწრფელობაც აუცილებლად, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ მომავალში ოჯახი იქნება მყარი და ბოლომდე შენარჩუნდება. ჩემს მაყურებელს კი ვეტყვი, რომ ერთხელ, ორჯერ თუ სამჯერ თუ რამდენჯერაც იქნება, მაინც უნდა მიცეთ თქვენ თავს იმის საშუალება და იმის შანსი, რომ არა ერთხელ დაიწყოთ ის, რაზეც შეიძლება ახლა ფიქრობთ, რომ საერთოდ აღარ ღირს. თუნდაც ჩემი სტუმრობის მაგალითზე, რომ შეხედავთ მათ, მიხვდებით, რომ ყველაფერი შესაძლებელია. მთავარია თქვენი თავის რწმენა. ყოველი ოჯახის დაბადება, როგორც წესი, ერთი დიდი ლამაზი დღესასწაულით ქორწილით იწყება. ქორწილი ხომ ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაში არა უბრალოდ წვეულება, არამედ იმ ახალი სამყაროს, ახალი იმედებისა და ერთგულების საწყისია, რომელსაც ორი ადამიანი ერთად აშენებს. დღეს კი მინდა სტუდიაში სწორედ ამ დღესასწაულის, ამ საწყისების მთავარი ჯადოქარი შემოვიყვანო. ის სულ რაღაც 25 წლისაა. არის მომღერალი,
თეატრის მსახიობი, 10 წელი გალობდა ეკლესიაში, დღეს კი ევროპის მასშტაბით ქორწილების ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი წამყვანია. საზოგადოების ნაწილმა კი ნიკა TikTok-იდან გაიცნო. სტუდიაშია უნიჭიერესი ნიკა კაზარიანი. გამარჯობა სულ. ძალიან სასიამოვნოა. მეც შენი ესე ხილვა. დაბძანდი. მე მინდა გითხრა, რომ პირველად შენ TikTok-ში დაგინახე, ესე იგი, ჩემი მთავარი ძილის წამალი, ასე ვთქვათ, არის TikTok. იმიტომ რომ როგორც კი ვწვევი, ну, რა თქმა უნდა, იმ წუთასვე აღარ მეძინება და ამიტომ TikTok-ის სკროლას ვიწყებ. პირველად რომ დაგინახე, მართლა გეუბნები, ეგრევე შევინახე ვიდეო. რადგანაც მოგეწონათ პირველი ვიდეო, ამასაც ჩავწერ. შენი სახელი ვიცი და გვარიც გამიგონიაო. ვაიმე, შენი ჭირიმე. Do re mi fa sol la si. ისა კოშკასელანა ტაქსი. ჭირიმე, შენი ჭირიმე. Fa solasi, ohnazia kolasi, chirime sheni chirime. აი შენი სტილი სიმღერის, აი ეს გემრიელი ხმა, მანერა, სამწუხაროდ ეხლანდელ თაობას მეტნაკლებად რაღაცა თავისი სტილი აქვს, მაგრამ ესეთი არა აქვს. კი. ისე მე სიამოვნა, იმიტომ რომ მე ესეთ სიმღერებზე ვარ გაზრდილი და ყოველთვის რაღაცა აი ბავშვობასთან ასოცირდება. შენ მითხარი აი საიდან? ალბათ მე ძალიან მიყვარს ეგეთი სიმღერები და ზუსტად მეც გავიზარდე მაგ სიმღერებზე და ალბათ ცხოვრებაში ადამიანმა უნდა ქნას ის, რაც უყვარს და აუცილებლად ალბათ წარმატებასაც მიაღწევს. არ ვიცი, ესე დავიწყე ვიმღერე და ხალხს მოეწონა და იქიდან დაიწყო ეს ალბათ ისტორია მუსიკის. და დღემდე აი მღერი ქორწილებზე, დღესასწაულებზე. ვიცი რომ წამყვანიც ხარ ხო, ნუ წამყვანი და ეგ ყველაზე მთავარია. აუცილებლად უნდა კითხო, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ქორწილში ბევრი კურიოზიც გექნება ალბათ და საინტერესო ფაქტები. მინდა ვთქვა, რომ სიძეც და პატარძალმაც უნდა იცოდეს ის, რომ თავიანთი სტუმრები ყურადღებას აქცევენ მაგათ და სულ ღიმილით და ბედნიერები უნდა შემოყვიდეთ. ვიღაცის ქორწილში ანაყოფი, სადაც არ იღიმო და არც ერთი ალბათ. აი, როდესაც ან პატარძალი ან სიძე აი ესე რომ ზიან დავაიმე, როდის მორჩება ეს დავაიმე, ნეტა წავიდეთ. რა თქმა უნდა, ყველა წუხდება მათ შორის. ერთხელ შორის იყო სიტუაცია, როდესაც პატარძალმა მითხრა, შეგვიძლიაო, ვითომ ჩვენ წავიდეთო და თქვენ გააგრძელეთ. მეთქი, რა ვიცი, თქვენი ქორწილია და ერთის აი 10 საათზე ალბათ დავამთავრეთ ეგ დღე, ანუ მორჩა მუსიკა. ისე რომ ისინი უკვე წასულებია. ხო, ანუ დავიღალეთო ეს მეორე ქორწილიაო ჩვენიო და გაგვიშვირა სახში. მეთქი, რა ვიცი, წადით. თქვენ რასორი კარგი დრო ატარეთ. ხო, აბა რა, ჩვენ ვიგულავეთ იმედა. ქორწილებზე ვსაუბრობთ და ძალიან კარგია რომ ეს დამატებით შენი პროფესიაა. ამავდროულად ვიცი რომ ეკლესიაშიც გალობ. კი, პატარობიდან. ამ ეკლესიის ისტორია იწყება მე-13 საუკუნიდან და ერთ-ერთი განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ ეკლესიის არის, რომ სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის საკათედრო ტაძარია. პატარა ვიყავი 14-15 წლის ვიყავი, როდესაც დედაჩემმა გადაწყვიტა, რომ მუსიკა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა და იქიდან დავიწყე აი ეკლესიაში, ასე ვთქვათ, გალობა და დღემდე ვგალობ ამ ეკლესიაში. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
იქიდან დაიწყო ეს ისტორია, ვგალობდა ბედნიერ მიყვარს ალბათ ესეც არის რაღაც მომენტში ხელოვნება და ესეც ჩემი დიდი ნაწილია ჩემი ცხოვრების. და მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ეს შენი ის ნოტები, ის ტკბილი ნოტები, რომელზედაც მე გავამახვილე ყურადღებას, სწორედ დამსახურება იმისი, რომ შენ გალობ, იმიტომ რომ აქ არის მრავალხმიანობა და ის სიყვარული და ის სითბო, რაც გალობის დროს მოდის, ამას ესე ვერ ისწავლი, ამას ჭირდება ნიჭი და რა თქმა უნდა სიყვარული და ეს ყოველ შენამღერში იგრძნობა. როდესაც დავიწყე შენზე ამბების მოკითხვა, ერთ ფაქტს გაუსვეს ხაზი, რომ ძალიან გიყვარს ბებია. კი, ორივე ბები. არ შემიძლია რო არ კითხო, იმიტომ რომ ძალიან ემოციურია ჩემთვის, იმიტომ რომ მეც ძალიან მიყვარდა ჩემი ბებია და გითხარის შენს ბებოებზე. თან ორი ყავს, როგორც იცი. კი. სვეტლანა და რაია. რაია, კი ბატონო. კი, დედაჩემის და მამაჩემის დედა. რომელი უფრო გიყვარს თქვა, არ გეტყვი ხა. არა, ორივე ძალიან მიყვარს. ხო, აი ეს დედაჩემთან ერთად. დედა რა ახალგაზრდა ეს ბებია ხო და დედაჩემი. ხო ეს მილანში დილით ადრე 7 საათი იყო, რომ მილანში ვიყავით და ეს შენ წაიყვანე მილანში კი, საჩუქარი გაუკეთე ბებიაჩემს და დედაჩემს. ერთი არ წაუყვანი ვარ ჩემ შვილიშვილებს. მილანში კი არა, არ ვიცი, სადმე მაინც წავიყვანეთ. ძალიან მიყვარს სხვათაშორის ბებოსთან ერთად მოგზაურობა. მართლა? აი კი, აი რა ვიცი, ვგიჟდები. ეხლა ალბათ უკვე სიურპრიზი არ იქნება საბერძნეთში მინდა რომ წავიდეთ. ეგ არის კიდე ჩემი ერთი ასეთი დედა რა უქნა. კაზარიანი, საიდან ხარ? მე ვარ თბილისიდან. თბილისში გავიზარდე, თბილისში დავიბადე, გავიზარდე და ერთხელ სხვათა შორის მიფრინავდი ბარსელონაში და ეხლა ვდგავარ ამ საბაჟოა თუ რა ქვია მაგას და ამ ქალმა მეკითხება დაზღვევა გაქვთო? მეუბნები რომ ნუ დაზღვევა აი ეხლა ვიყიდი რა მეჩქარება და სასტუმრო მეთქი ნუ აღებილი აქვთ მეთქი არ მაქვს ის კოდი. აუ, კაროჩი არაფერი არ გაქვთ და ვიხუმრე რა ავუხსენი რომ ანუ აუცილებლად დაბრუნდები ოღონდ ესეთ ფორმაში მეთქი ქალბატონო თბილისში რომ არავინ არ დარჩეს ხო მე ვიქნები ის ბოლო ვინ რუბილნიკს გათიშავს ვერ გაიგო ეგ იუმორი და რა ვიცი ჩხუბი დაიწყო ვაიმე გადი რა აქედან ეხა აუცილებლად იმედი მაქვს რომ მეყურებს ხო ნახავს და შერწყვება იმიტომ რომ მე აქეთ უთხარი რომ მიყვარს თბილისი და დაბრუნდები ვერ გაიგო და ვაიმე ღმერთმა დაგვიფაროს თბილისში არავინ არ დარჩეს მეთქი ქალბატონო მომეცი ყველანაირად მეიღო იუმორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სხვათა შორის ფესობის საიდან გაქვს მეშვიდე თაობაა აქ ცხოვრობ და ოღონდ დედაჩემის დედა სომხეთიდან. ეხლა მაგ ორი სათხოვარი შენთან. ერთი ეხლა რომ გვიმღერო და დაუკრა და გვიმღერო და მეორე უკვე როდესაც მორჩება სიმღერა აუცილებლად გეტყვი. კი ბატონო. ჯერ უნდა დავტყვე შენი სიმღერით. ხო. ზაღიგნერი აშხანუ წანგაჩოქე მანეგელ დესაკ ზაღიგნე სინუნჯა ქესამარემ ხავაკელ ყმავილების ქვეყანა ჩოქვით შემოვიანე რომ მითხარი მოვალო ჭირიმე რატომ დაიგვიანე ამ სიყვარულს შენ სახელს ვარქმე ჩემს ირგვლივ ვერავის ვამჩნევ როგორ მიყვარ ხარ ნუ სად ნუ წახვალ არაფერი მე არ მინდა სხვა იმ სერდი აიგინე განაჩენ იეფორსირდეს ქეზე ჯანაჩენ უკანი ესკამ სერას ქესკატამ Forier peko karotis chala Forier peko karotis chala Bravo. ნიკა არ შემიძლია რომ ეხლა გაგიშვა, იმიტომ რომ მინდა რომ შენც იყო მომსწრე იმ ორი ადამიანის, რომლებიც ახლა შემოვლენ ჩვენთან სტუდიაში და ძალიან მინდა რომ შენც დააკვირდე მათ და მერე უკვე მითხრა, სწორი ვარ თუ არა, იმიტომ რომ მე მათ თვალებში ამოვიკითხე ის სიყვარული, რომელიც იშვიათად თუ სადმე გვხდება ხოლმე
მათი ვიდეო აგრეთვე ვიპოვე TikTok-ში. საოცრად ბევრი ნახვა ქონდა, მილიონობით გაზიარება ქონდა და სულ ახლახანს შეუღდნენ და ცოლ-ქმრის სტატუსით ჩვენს გადაცემაში პირველად იქნებიან სტუმრად. ნინუცა და ვალერი. კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ. თქვენ ხართ ჩემთვის განსაკუთრებული წყვილი. თქვენ ვიდეოს აქვს, არ ვიცი, მილიონობით ნახვა. ცხოვრება ყვება 1000 გვარამბას, თუმცა კი ჩვენს ასარად არ გავს. ცხოვრება ჩვენი ამ სიყვარულად ღირდა, თუმცა კი ბევრი გავიდა წელი, რა ვქნა რომ ისევ არ ახარ ჩემი, ჩამჭიდე ხელი შენთან მინდა. პირველად გამეხარდა კომენტარების კითხვა, იმიტომ რომ ერთი არ არის ცუდი, ეს არის, არ ვიცი, რაღაცა მართლა გინესის წიგნში ხართ შესატანები, იმიტომ რომ ერთი ცუდი კომენტარი არ გაქვს. ძალიან განსაკუთრებული კომენტარები იყო, მეც რომ წავიკითხე რაღაც გული ამებსო სიხარულით და ყველას დიდი მადლობა მინდა გადავხადო მეთრის საშუალებით. წარმოუდგენელია ცუდი კომენტარის დაწერა, იმიტომ რომ ულამაზესი წყვილი ხართ. სანამ გადავალთ უშუალოდ ქორწილის დეტალებზე, სად გაიცანით ერთმანეთს? 5 წლის წინ გავიცანით ერთმანეთი ქალაქ წყალდობოში, ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც მე მუშაობდი, იმ დროს იქ ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა და ნინია ჩამოვიდა თავის მშობლებთან ერთად რეაბილიტაციისთვის და ჩვენთან ჰქონდათ სასტუმრო დაჯავშნელი. გავიდა თავის მშობლები შემოვიდნენ, რაღაც საორგანიზაციო საკითხები მოაგვარეს, შემდეგ შემოვიდა ნინია და აქედან უკვე გავიცანით ერთმანეთს. ეს პირველი ნახვით მოწონება იყო თუ პირველი ნახვით იყო, სხვათა შორის მინდა გითხრათ, იმიტომ რომ რაღაც თავისმა სილამაზე, ენერგეტიკამ, რომელიც მოდიოდა მისგან, ემოციებმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. ალბათ არავის არ დატოვებდა გულგრილს. ხას გავუსმო, რომ 4 საათის ნამგზავრი ვიყავი, ცოტა გაწეწილი თვით და დაღლილი სახით. ასე რომ სილამაზესა მეტად მევფიქრობ, რომ ენერგია შევიტანე, ესეთი ხმაურით შევედი, რომ დაღლილი ვარ დროზე, მინდა ჩემი ოთახი მიშველეთ და აი მე ემოციით შევედი და დიდი ხმაურით. შემდეგ იყო ემოციების სხვა, სიმართლე რო გითხრათ, იმიტომ რომ ფიქრობდი, რომ აი მეთქი როგორ შეიძლება რომ გავიცნო უკეთ ახლოს ჩამოვა თუ არა იმ დღეს. და შემდეგ შედგა ასე რომ ვთქვათ პირველი საუბარი საღამო. მოეწონა. თავდაპირველად მე რა ვერ მივხვდი, სიმპათიური ბიჭი იდგა მელოდებოდა და როგორც კი მივედი და დავიწყე რომ ჩემი ოთახი სად არის, ლიფტი არ მუშაობდა სამწუხაროდ. მოგვიწია რომ გავხუჭა ხო? დიდხანს ყოფილიყავით. შეიძლება. ლოდინი და რაღაც იმაზე ფიქრი როგორ ნავსულიყავი ზედა სართულებზე და ამაში ვალერი ძალიან დაგვეხმარა, ამიტომ პირველსავე შთაბეჭდილება იყო ძალიან ჩემი მხრიდანაც ძალიან დადებითი და თბილი, იმიტომ რომ რაც ყველაფერი გააკეთა მართლა, რომ როგორღაც ავსულიყავი და დამესვენა. მინდა აქვე აღნიშნო, რომ ეს არ იყო მხოლოდ ეტიკეტი, რომელსაც ნებისმიერ სასტუმროში ახლა გაგიღიმებენ, განსაკუთრებით შეხვდებიან, თავზე გადაყვებიან. უფრო ემოციური დამოკიდებულება უფრო იყო, უფრო მეტად. რამდენი ხანი გაგრძელდა თქვენი ყოფნა? 2 კვირა ვიყავი სარეაბილიტაციოდ, რომ ჩავედი ზუსტად ვიცოდი, რომ მხოლოდ რეაბილიტაციის უნდა დამეთმა დრო და ესე გოგვებს გვაქვს ხოლმე პერიოდი, როცა გადაწყვეტილი გვაქვს, რომ არც ახალი ურთიერთობა არ გვინდა, არც ვინმეს გაცნობა არ გვინდა, უბრალოდ მინდა რომ დავუთმო რეაბილიტაციას მთელი ზაფხული. მაგრამ რატომღაც ეგრე არ აღმოჩნდა. მე გონა რომ მხოლოდ რეაბილიტაციაში ჩავედი, მაგრამ გადაიზარდა მეგობრობაში, გადაიზარდა მოწონებაში, შემდგომ ესე იგი ვცდილობდი როგორღაც გავპარულიყავი, რომ ეს უბრალოდ საზაფხულო რომანია და მალე დამთავრდება. წამოვედი, დამთავრდა ზაფხული, მაგრამ რომანი არ მთავრდებოდა. არ დამთავრდა სიყვარული. არა. გაგრძელდა და გაგრძელდა. 1 წლის მერეც ვუმეორებდი, რომ მოდი არ ვიჩქაროთ, კარგად ხშირად ხოლმე გოგოებს გვაქვს რაღაც შიშის მომენტია. დაოჯახება, ისეთი არ გამოდგეს, რაღაც იმედები გაგიცრუდეს. აი შენ რისი შიში ქონდა, აი ქორწილიდან კადრებს გავუშვებთ ჩვენ ამასობაში. გარდა იმისა, რომ უბრალოდ გოგოებს გვაქვს შიში, დამატებითი კიდევ ჩემ შემთხვევაში იყო ის, რომ ვარ ეტლით-მასარგებლე, დამოუკიდებლად არ შემიძლია ბევრი რამ. არა მხოლოდ ეტლით-მასარგებლეს, ასევე თითების მოძრაობაც კი შეზღუდული მაქვს და ამიტომ ეს ორმაგად ართულებდა ჩემ შემთხვევაში. ვფიქრობდი, რომ ანუ არა ეს უბრალოდ გათხოვება არ არის, მჭირდება გვერდით ადამიანი, რომელსაც
რომელიც გამუდმებით უნდა იყოს გვერდით, სულ ყველაფერში მჭირდება დახმარება. ამიტომ ვორჭოფობდი, ფიქრობდი, რომ არ ვიჩქაროთ ერთი წელი რო გავდე, 2 წლის მერეც ვამბობდი, რომ მოდი კიდევ კარგად დავფიქრდეთ. მაგრამ ოჯახი მართლა რთული არის და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა შენით ვერ რაღაც გაკეთება არ შეგიძლია და გიწევს, რომ სრულად იყო დამოკიდებული სხვა ადამიანზე. ამიტომ სულ ვცდილობდი. სწორი არჩევანი გააკეთე? ყველაზე სწორი არჩევანი ალბათ რაც ცხოვრებაში ოდესმე გამიკეთებია. იმიტომ რომ მართლა არის ესეთი ადამიანი, რომელსაც თავისუფლად შეგიძლია რომ დაეყრდნო. და თვლი რომ ორმაგად გავძლიერდი. მართლა აღარაფრის აღარ მეშინია. თუნდაც ქუჩაში რომ გავდივარ, ზუსტად ვიცი რომ ძალიან საიმედოდ და უსაფრთხოდ ვარ. მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდება, ვინ გადმომეხტება, ძალიან უსაფრთხოდ გრძნობ თავს. და გრძნობ რომ მაქვს ის ძალა, რომელიც აქამდე არ მქონია. ჩემს შემთხვევაში უბრალოდ ჩემს გულს და ჩემს ემოციებს მივყევი. აი იმ აღნიშნა და ასევე მეც აღნიშნავ, რომ ეტლი და მისი მდგომარეობა არ იყო არანაირი დაბრკოლება. მიუხედავად იმისა, რომ არ მქონდა ცხოვრებაში პრაქტიკული შეხება ეტლით მოსარგებლისთან, ზოგადად არანაირი დაბრკოლება ჩემთვის არ იყო, ასე ვთქვათ. ეს იყო ძალიან ემოციურთან ერთად გაცნობის პირველივე დღიდან ძალიან ღრმა ადამიანური მიდგომა და შემდეგ უკვე, როდესაც სიყვარულში გადაიზარდა, სხვა ემოციებში გადაიზარდა, უკვე სხვა კონტექსტში განვითარდა ურთიერთობა, საერთოდ შიშის მომენტი არ იყო სიმართლე რო გითხრათ. თუმცა ეს არ იყო გაუაზრებელი ნაბიჯი და არ იყო რაღაც ისეთი ნაბიჯი, რომ თითქოს ამას ჩვენ ვერ ვხედავთ, ვერ ვიაზრებთ და არ ვითვალისწინებთ რა თქმა უნდა და სტატიცოდით რაზე მიდიოდით ალბათ. ხშირად მივარებდა რომ ხედავ, ვიცი, არ ხუჭავ თვალს და არ ვამბობ რომ არ არსებობს. ხედავ, რაც არის პრობლემა, მაგრამ არ არის ისეთი დიდი პრობლემა. ყველა პრობლემა მოგვარებადია, როცა არის ესეთი სიყვარული. შენ ესე უმიზესოდ არ დაბიტოვები ხარ, იმიტომ რომ ნიკა არის ძალიან ბევრი ქორწილის მომსწრე და უშუალოდ მონაწილე, იმიტომ რომ მიყავს ეს არაჩვეულებრივი და განსაკუთრებული დღეები. ერთი შეხედვით უცბად აი რა შეგიძლია თქვა. მე მინდა რომ ის ემოცია წამოვიდეს, რაც მე დამებადა, როდესაც ნახე ნინსა და ვალერია. ესეთი სიყვარული ძალიან იშვიათადაა და მიხარია რომ საქართველოში და ზოგადად სამყაროზე თქვენაირი ადამიანები არიან, ცხოვრობენ და უყვართ ერთმანეთი. ძალიან მიხარია რომ დღეს მეც თქვენთან ერთად აქ ვარ. მეც ძალიან მიხარია რომ ჩემ გადაცემაში, თან პირველი გადაცემა თქვენაირი სტუმრები მყავს, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს აურა მუდმივად იყოს და დარწმუნებული ვარ თქვენ შემდეგ ეს აურა დარჩება და ყოველთვის იქნება და მადლობა რომ თქვენ ხართ ისეთი მაგალითი წყვილებისთვის რომ კიდევ უფრო მინდა რომ დაფიქრდნენ ის ადამიანები რომლებსაც პატარა პრობლემები აშინებთ და აი ამის გამო შეიძლება რომ რაღაცნაირად ოჯახზე უარი თქვა. სიყვარული არის მთავარი და მადლობა თქვენ ამისთვის. მე მგონი დაიმსახურეს ხო მეტი კაი სიმღერა. აბარა. ავადა მოდი სანახავდა შავ თვალე ბავშვენი ჭირიმე ავადა მოდი სანახავდა შავ თვალე ბავშვენი ჭირიმე თუ არ მოხალ მოხდები დარჩები ვირშავდა ჭირიმე შენი ჭირიმე თუ არ მოხალ მოხდები დარჩები ვირშავდა ჭირიმე შენი ჭირიმე მაგული დამწვა სილამაზე მთვალები ყოხდა გოგო გენაცვალები სიყვარულ მაგული დამწვა სილამაზე მთვალები ყოხდა გოგო გენაცვალები ქუჩა დავდივარ რატომ არ გებრალები ჭირიმე შენი ჭირიმე ქუჩა დავდივარ რატომ არ გებრალები ჭირიმე შენი ჭირიმე
აბრეშუმის კალათა გოგოვ გახდიავა და შავთვალებავ გენაცვალები აბრეშუმის კალათა გოგოვ გახდიავა და შავთვალებავ გენაცვალები ვაი 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 აქიმობას დავიბრალებ მოვალ სანახავა და ჭირიმე შენი ჭირიმე აქიმობას დავიბრალებ მოვალ სანახავა და ჭირიმე შენი ჭირიმე დავარ ავადა მოდი სანახავა და შავთვალებავ შენი ჭირიმე ავადავარ ავადა მოდი სანახავა და შავთვალებავ შენი ჭირიმე ვაი 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 თუ არ მოხვალ მოხდები დარჩები ბირშავა და ჭირიმე შენი ჭირიმე თუ არ მოხვალ მოხდები დარჩები ბირშავა და ჭირიმე შენი ჭირიმე ჩვენი შემდეგი სტუმრები ხათუნა ფეიქრიშვილი და მალხაზ ქრივიშვილი არიან. როდესაც ჩვენმა სტუმრებმა დაქორწინება გადაწყვიტეს, მახოსთვის ეს მეოთხე ქორწინება იყო, ხათუნასთვის კი მესამე. როგორც ხათუნა ამბობს, მან მაშინ ასე გაიფიქრა: ჯანდაბას, სადაც ერთი, იქ ორი და იქაც მესამეო. ადგნენ, გარისკეს, ოფიციალურად მოაწერეს ხელი და აგერ უკვე 9 წელია ერთად არიან. ამბობენ, რომ ამ ნაბიჯმა მათი ცხოვრება სრულად შეცვალა. გააჩინა უდიდესი ნდობა და დღეს მათი დაშორება უბრალოდ გამორიცხულია. მახო ხათუნა მობრძანდით. როგორ ახალ? ჩემი პირველი სტუმრები ხართ და ძალიან დიდი მადლობა. ხათუნა, ესე კი გიცნობ, TikTok-ში გიყურებთ ხოლმე სხვათა შორის, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს. კითხავ მახოს, როგორ მოიგო ულამაზესი ქალბატონის გული, იმიტომ რომ არ მგონია მარტივი ყოფილიყო. თუმდაც იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ იყო პირველი თქვენი ოჯახი და პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ერთხელ რო შეგეშლება ორჯერ, სამჯერ, 4ჯერ და 30ჯერ მე უფრო რთული ამ ნაბიჯის გადადგმა. ჩვენ ახლა მართლა ისეთ ასაკში შევხვდით ერთმანეთს. როდესაც უკვე გადაწურული მქონდა იმედი და საერთოდ აღარ ფიქრობდი, რომ მეწვევა კიდევ მეთქი ეს გრძნობა, შენ წარმოიდგინე, მეწვია უცბად. ამიტომ ვერიდებოდი ცოტა ამ სიტუაციას რა ურთიერთობას. კი ხანდახან დავიწყებდი რაღაცას მიწერას, როგორ ახლა მოვიკითხავდი, მაგრამ მე ისევ დავასტოპებდი. დამტანჯა. ხო და დავტანჯე როგორც ასეთ. აი, ამდენდოდა მივსულიყავ. ეხლა თვითონ გააგრძელოს. აი ესე არც თავს მანებებდა და არც მიშვევდა. და აი რომ ამბობ. მაშინ გამოიხატება ეს. აი ესე დაიწყებოდა რაღაც დაიწყებოდა და მე უცებ გაქრებოდა. რა გამოვიდა, რომ ხათუნა უფრო იაქტიურა? რა თქმა უნდა. ხო, იაქტიურა და მომეწონა ეს რომ იაქტიურა. ხათუნა მიაქტიურა. და კარგი ცქნა მე მგონი. ძალიან. კი, ძალიან კარგი იქნა. რო არ რეაქტიურა, მე ალბათ შეიძლება ვერც გადამედგა ეს ნაბიჯი, იმიტომ რომ ქალზე ბევრია დამოკიდებული ჩემო სახლში. ეხლა შიგნით რო შემოვიხედოთ თქვენთან სახლში, ბავშვების თემა მაინტერესებს, იმიტომ რომ ხშირად ხოლმე როდესაც ქმნიან ოჯახს პირადად კიდევ მე ყველაფრის გამოცდილება რომ აქვს, ესე იგი ჩვენთან იყო, იმიტომ რომ ჩემ ქმარსაც ყავდა წინა ქორწინებიდან შვილები და ნუ მეც შესაბამისად და აი ამის დაბალანსება რომ რაღაცნაირად ბავშვებთან კარგი ურთიერთობა ჩამოაყალიბო, იმიტომ რომ იქ დიდ სხვადასხვა პრობლემები მოდის ხოლმე. ძალიან მაინტერესებს რანაირად გააკეთეთ ისე რომ ვიცი რომ უზომოდ შეყვარებულები არიან ბავშვებიც და თქვენც. ძალიან რთულია ეს, რა თქმა უნდა. ეხლა მე სამი შვილი მყავს და სამივე სხვადასხვა ქალისგან და ყველას თავისი დედა ყავს. და არიან მართლა უმაგრესი დედები. და ეხლა რაღაცა შეიძლება არ გამოგვივიდა ცხოვრებაში არ შესდგა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მტრები ვართ ერთმანეთისთვის. არა. თუმცა ხდება ხოლმე, რასაც მე უყურებ, ბევრი მტრობა მინახია და სულ ეუბნები, რომ რატო. კი, ძალიან ბევრი. არ მტრობა როგორ შეიძლება, როდესაც საერთო შვილი ყავთ და ერთად უნდა შეიძლება ერთმანეთში ვერ მორიგდით რაღაცაზე, მაგრამ ბავშვი ყავთ და დამთავრდა უკვე.
და რაც შეეხება შვილების თემას, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თუნდაც ქალს კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან დიდი ქალსაც და კაცსაც. ხასიათით როგორი ხარ, ბუნებით როგორი ადამიანი ხარ, რომ ეს ყველაფერი შეეძლო, ეხლა ეს ყველაფერი ძალიან ცუდად გაეკეთებინა, ხო? ჩვენი მესამე შვილი ანდრეა, რომელიც ეხლა უკვე 15 წლის ხდება, თითქმის ჩვენთან ცხოვრობდა და ჩვენ გავზარდეთ და დედას ეძახდა თუნას და იძახის კიდეც ორი დედა მყავს რა, იმიტომ რომ ამაზეც გიждდება, დედამისზეც გიждდება და ეს მე ძალიან მომწონს და მიხარია ეს, იმიტომ რომ ანდრია მახოსთან ცხოვრობდა მაშინ და რომ იმედი დამხვდა. 5 წლის იყო და 14 წლამდე გავზარდეთ. მახო, იყო მარტო ხელა მამა, ასე გამოდის? დედა ჩემი მეხმარებოდა სხვათა შორის, თორე ვერაფერს ვერ ვიზავდი. საოცარი მამა, შოკში ჩავარდი. ეს შვილს ული და მე აი მსგავსი არაფერი არასოდეს არ მინახავს. ეხლა აბსოლუტურად სხვა კუთხიდან დავინახე მახო, იმიტომ რომ ეხლა ჩემთვის წარმოუდგენელია მახო, რომელიც 24 საათი აი სადღაც მახო, ეს შენი მოთხოვნით მოხდა ისე რომ ბავშვი შენთან დარჩა საცხოვრებლად თუ დედის გადაწყვეტილება იყო? იცი როგორ ხო პირობები არ ქონდა იმ ეტაპზე მარიამს ისეთი რომ მასთან დარჩენილი იყო და ამიტომ რაღაცა მიდიოდა, მოდიოდა რაღაცა რა ვიცი და დადიოდა რაღაცებს სადღაც და ეხლაც წავიდა საფრანგეთშია და გავატანე ანდრე. უკვე გაზრდილი, ძალიან კარგი. გავატანე ანდრეა, ვთხარი, აჰა, ჩაიბარე. ვესაუბრებოდი ბევრს. ძალიან ბევრს, დედაზეც, ჩემზეც, ვაყვარებდი დედას აუცილებლად, რომ უნდა ყვარებოდა დედა. რა თქმა უნდა. პირველი რა, მაგრად უყვარს დედამის და ძალიან მაგრად გვერდზე დაუდგება, კაცია უკვე დაograd უდგას გვერდზე. და ისიც გადარეულია, გახარებული ბედნიერები არიან ორივე. დედაშვილი და ამას დიდი ბედნიერება აი რა არის. იცი რომ შენს ყოფილ მეუღლებსაც იცნობს ხათუნა და კარგი ურთიერთობა აქვს, ხო? ძალიან გადასარევი. ძალიან მაგარი ურთიერთობა. და მე შემომიტანეთ ჯილდო რომ გადავცემ, ხოლმე ვერ გაგიშვებთ ისე. არა მართლა ის როგორ დამეკობდით? ბავშვებთან მაქვს ძალიან კაი ურთიერთობა და მიყვარს უზომოდ და გრძნობ ანალოგიურად, ძალიან დიდ სიყვარულს. მანობთ ხოლმე რომ საერთო შვილი რო არ აქვს და ეს რო ყოფილიყო წარმომიდგენია როგორი შერწყმა იქნებოდა ამ შვილების რა. გვიან შევხვდით ერთმანეთს უკვე ამ ხელაშვილი შვილები ყავს. მინდოდა რომ 1-4 შვილი მყოლოდა რა, მაგრამ მოხდა ისე რომ ვერ და ზუსტად აი 4 შვილი ერთად ყავს და ძალიან კარგად ვარ და ძალიან მიხარია რა. მაგრამ საუკეთესო პერიოდი გაქვთ ახლა რომ დატკბეთ ერთმანეთით. ხათუნა არის ჩემთვის სამაგალითო ქალი, იმიტომ რომ დავიწყოთ იქიდან რომ აქეთ რამდენი გვიწვალია ამ კაცის ყურადღების მისაქცევად, მერე ის რომ იდეალური ოჯახი შექმნა, მერე ის რომ ესეთი დედობა გაუწია და ძალიან რთულია, დამიჯერე, მახო ძალიან რთულია, იმიტომ რომ მე ჩემთავზე მაქვს გამოცდილი, რამდენად რთულია გაზარდო სხვისი შვილი. ეს რომ მოვიდა, ხო იცი რა მითხრა? მეო გამომაგზავნეს იქიდანო. და უნდა გადაგარჩინო, შენო გადასარჩენო. ხო გადაგარჩინე. და მე ვთხარი გადავარჩინე. რაღაც მომენტში ხო ისე რომ დაფიქრდები მართლა რომ მართლა იქიდან ხوار გამოგზავნე. იმიტომ რომ გადაწორული ქონდა ყველა იმე. გულწრფელად მჯერა რომ თქვენ იქნებით მაგალითი იმ ჩვენი მაყურებლების, რომლებიც ახლა ალბათ ხედან ეკრანთან და ფიქრობენ, თუ ფიქრობდნენ ყოველ შემთხვევაში რომ რაღაც მათ ცხოვრებაში ისე არ წავიდა, ხო და დამთავრდა, ეხლა მიხვდებიან რომ ყველაფერი წინა აქვთ, როგორც მე მათ შორის. ნამდვილად. ყველას აქვს შანსი ცხოვრების რა, ერთხელ კიდევ და რამდენჯერმეც. ეს უფლისნება, ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის და სხვების გადასაწყვეტი კიდე არ არის, მით უმეტეს ჩვენ ერთმანეთის არაფერი არ უნდა გადაუწყვიტოთ და ვერც გადაუწყვიტოთ. გადაწყვიტავს ამჩენი. მახო, ეხლა შენი გადასაწყვეტია. უკვე მიმღერებ თუ არა პირველ გადაცემაში. არაო, რომ მითხრა. და ხო იცი როგორი ბოღმა ხასიათი მაქვს დამახსოვრება ვიცი. ქალი ხარ, ჩემი ოცნების დავხდები. ასეთი ქვეყნა ჯერ არ მინახავს. ჩემთან დამერე ჩუმად კრები არ ვიცი ასე რატომ მიყვარხარ
მახსოვს და რაც არ მახსოვს ოცნების დამხვდები ასეთი ქვეყნა ჯერ არ მინახავს მოდი ხარ ჩემთან დამერე ჩუმად ქრები არ ვიცი ასე რატომ მიყვარხარ არასდროს იცი არასდროს რა გელოდება არ მახსოვს და რაც არ მახსოვს არ მეორდება არასდროს იცი არასდროს რა გელოდება არ მახსოვს და რაც არ მახსოვს არ ვიცი ალბათ არ მეორდება რა ვიცი არ ვიცი დღეს ამით გემშვიდობებით. დიდი მადლობა რომ გვიყურებდით. გაუფრთხილდით ერთმანეთს. შევხვდებით შემდეგ პარასკევს 22 საათზე.